ფოთელ ფერმერებს ჰქონდათ პრობლემა, როცა იყო სხვადასხვა პროგრამა სოფლის მეურნეობაზე, იცით ხო, აწარმოეს საქართველოს და ასე შემდეგ. ჩაწერილი იყო სიტყვით, რომ თვითმართველი ქალაქების გარდა და ჩამონათვალი თბილისი, ქუთაისი ასე შემდეგ და ფოთი. და რაც არ უნდა ახლა აქაც სამწუხაროდ ვერ მოვიდა სანარგო მეურნეობის დირექტორი დამირეკა ბოლო დროს და მანასაც ჰქონდა ესეთი პროექტი, რა პროექტიც წარადგინა და ძალიან კარგი პროექტები წარადგინა, ყველა დაუბლოკეს თუ დაუწუნეს ასე ვთქვათ, იმის გამო რომ ფოთიდან ხართ მორჩა. როცა არის უზარმაზარი თქვა ხო 100 ჰექტარის ფართობზე გავიწევ და ახლა მათ დაიწყეს ის რომ ნაწილ მიწებსა და ტერმინალებად ანაწილებენ და ტერმინალებს ამუშავებენ. იმიტომ რომ პერსპექტივა არანაირი არ არის სოფლის მეურნეობის კუთხით. პატარ-პატარა ნაკვეთებსაც იღებდნენ და ამუშავებდნენ ფოთში ეს საკარმიდამოზე ასე შემდეგ, მაგრამ ტერმინალების გადიდებამ, გავრცელებამ, განსაკუთრებით პორტში გადამუშავებული ნაკადებზე იყო ასეთ რაღაცები და ქალაქში მოძრაობის დროს მანქანების მოძრაობა განაპირობა ის რომ ბევრმა მიატოვა ეს პატარა ოჯახური მეურნეობების წარმოება და ამითაც შეფერხება შეექმნათ.